ქართულ თეატრს რადიდებული კულტურული წარსული გქონდა. როგორ აღსდგდა საუკუნოდ მხრები გაშალე. ქართულ თეატრის კომაგი ვარ, ნუ თუ ვერ მიცან, აჰა, შენს გზაზე მოვდივარ და არ დავიღალე. შენი ჟანრები კომედია, დრამა, სატირა, ინსცენირება, ტრაგედია თუ ოდევილი, ჩვენს დრამატურგებს ყველა ჟანრში უწდებათ ხელი და მათგან უფრო უკეთეს და ახალს მოველი. შენ ეროვნული ხელოვნების დარგი ხარ ერთი, რომელ კუთხეში არ უგზნია სიამე შენთან. ჩვენი ცხოვრების სარკე ხარ და სარკედ დარჩენ. შენ არ მოკვდები, იარსებებ ჩვენს ხალხთან ერთად. ეხლა სადაც თქვენ აქ იმყოფებით, ეს არის სოფელი კურდღელაური. აგერ აქვე მაქვს სკოლა. დედაჩემი მუშაობდა ამ სკოლაში ბიბლიოთეკის გამგედ. ხო, და როცა უკვე 6 წლისა შევსრულდი, მიმიყვანა აქ და დირექტორმა უთხრა, რომ არაო, დედაჩემი გაბრაზდა და წამიყვანა თელავში. თელავის პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული. საშუალო სკოლასთან ერთად დავამთავრე თელავის საბავშვო სამხატვრო სკოლა. ხო, მერე ჩავაბარე თბილისის ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი ეკობაში. ხო, და იხსნებოდა სამხატვრო საგრიმიორო ფაკულტეტი. ხო, და ეხლა მხატვარი ვიყავი უკვე ეს დამთავრებული ქონდა. დავამთავრე ის 4 წელი კიდევ ვისწავლე. მოხდა ისე, რომ ამ სასწავლებლის დამთავრების მერე გამანაწილეს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 60 წლიდან ვარ უკვე თელავის თეატრში მსახიობად. აი, მშობლიური თელავია ბეჭები, საყვარელი ქალაქი. ერთი სული მქონდა, მიმიღებდნენ თუ არა, მიმიღეს. მანამდე სანამ ამ თეატრში მოვიდოდი, თინა ბურბულთაშვილმა ჩვენთან გააკეთა პიესა, მე 7 კლასში ვიყავი. უსახლკარო, ჰექტორ მალოს უსახლკარო. ხო, და იქ თამაშობდი პოლიციელს. ვითამაშე დუმბაძის საბრალდებო დასკვნა. ეგ იყო სადღაც უკვე 5-6 წელი იყო გასული, უკვე 74-15 წლებში იყო ეგ და თინა ბურბულთაშვილი თამაშობდა დედას. და აი რეპეტიციაზე, ჯერ კიდე რეპეტიციაზე იმის თვალებში ცრემლები რო დავინახე. როგორ გითხრათ, აი გადაგედებოდა ესე იგი მსახიობის თამაში, იმოქმედა ისე ჩემზე, აი ცრემლები რო დავინახე, აი ძალიან ესეთი აღწერელია ეს მომენტი. პირველი როლი იყო ხიდი, ასეთი სპექტაკლი იყო ხიდი. ანზორ გუჯაბიძის როლი მომცეს. მე დროთა განმავლობაში უკვე შევეჩვიე, დასაც შევეჩვიე. ძალიან ეს მეგობრული დასი იყო ძალიან. გასტროლები, სხვადასხვა ადრე იყო გასვლითები გქონდა ხოლმე. სოფლებში გავდიოდით, ხანდროს დღეში სამ სპექტაკლს თამაშობდით. ძირფასი როლები იყო და არის კიდეც რა თქმა უნდა და ესენია ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს რაფიელერის თავის ივანიკას თამაშობდი მე და ციცო გიგაური. ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი საყვარელი როლი იყო ჩეხოვის ხელის თხოვნა. აი როგორც საბრალდებო დასკვნა ასევე
ეს ხელისთხოვნას ორჯერ ვითამაშეთ. უფრო ძირითადად კომედიურ როლებს მაძლევდნენ ონუგრე კანტარიასტოს, კი მან ვითამაშე ნუკრისთან აუღია ვითამაშე თავფარავნელი ჯაბუდი. მერე დაიდგა ალალეში ვთამაშობდი გიჟი დინგუას. 2022 წელში გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, გაიხსნა თელავის თეატრის ფილაზე. ბედნიერებაც არის და რა ვიცი, უფრო მეტ იმას გაძლევს პასუხისგებლობას, უფრო მეტ პასუხისგებლობას და მაყურებლის სიყვარულია. ეს ტაში არის პირველ რიგში აი მსახიობისთვის, ეს არის პირველი ჯილდო ეს. თელავის მაყურებელი არის შესანიშნავი, რო იტყვია კრიტიკული და ესე იგი აი ტაშს ზუსტად იქ უკრავს, სადაც უნდა რომ ტაში იყოს აუცილებლად. მსახიობის ცხოვრება არის ძალიან რთული. ზოგი უყურებს სპექტაკლს და გონია რომ რა კარგად თამაშობ რაღაცა, მაგრამ გაიხედავ და რამხელა შრომა უნდა. გავხსნით სეზონს ალბათ 311 სეზონი იხსნება, ეს მოყოლებული ეკლეს საკარო თეატრიდან მოყოლებული. არა უნდა მე მგონი ისევ ამ გზას ავირჩევდი. აყოფილი ვარ ძალიან.